გამარჯობა, მოგესალმებით. ყველას მოგესალმებით პლატფორმებზე. თვალიშულთან ცოტა დიდი პაუზა გამოგვივიდა ვიდეოდან ახალი ვიდეოს დადებამდე, თუმცა არა უშავს. არის გარკვეული მიზეზები, რატომაც ეს მოხდა და აქვე გეტყვით იმასაც ჩვენ გამომწერებს და ვინც ახლა თვალს გვადევნებთ, რომ ძალიან მალე ჩვენი პლატფორმები აბსოლუტურად განსხვავებული ფორმატით იმუშავებს და შესაბამისად ძალიან ბევრ სიახლეს შემოგთავაზებთ, თუმცა ეს სულ ცოტა ხანში. იქამდე კი რასაკვირველია დღევანდელ ვიდეოსთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ჩვენ შევაჯამებთ უახლოეს განვლილ დღეებს გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან დატვირთული სპორტული დღეები ქონდა და კიდევ უფრო დატვირთული გველის აპრილის თვეში, იმიტომ რომ ჩვენ ვართ მასპინძლები ისეთი მასშტაბური სპორტული ღონისძიებების, როგორიც არის ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი და ასევე კონტინენტის პირველობა ძალოსნობაში. ამაზე ოდნავ მოგვიანებით იქამდე აუცილებლად მინდა შევეხო გუშინდელ დაპირისპირებას, სადაც ორი ქართველი ერთად ვიხილეთ საფეხბურთო მატჩის დაპირისპირებისას და ორივე მოწოდების სიმაღლეზე. მოკლედ, პარი სენ-ჟერმენი ლივერპულის დაპირისპირება, რომელიც თითოეული ქართველისთვის რასაკვირველია იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი ლიდერი ერთდროულად იყო პარიზში გამართული დაპირისპირების დროს იმ ეტაპზე, რომელიც თითოეული გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და თითოეული ფეხბურთელისთვის რასაკვირველია. მოდით დავიწყოთ ხვიჩა კვარაცხელიათი, რომელმაც ლომის წილი დაიდო თავისი გუნდის გამარჯვებაში, უაღრესად მნიშვნელოვანი ფიგურა საქართველოს ნაკრების კაპიტანი, როგორც ჩვენი ეროვნული გუნდისთვის, ასევე რასაკვირველია თავისი კლუბისთვის და ალბათ არ არსებობს ქართველი გულშემატკივარი, რომელსაც არ უხაროდეს კვარაცხელიას მიერ ნაჩვენები თამაშის დონე, ხარისხი და ყველა ის შესაძლებლობა, რომელსაც ის ავლენს მატჩის მიმდინარეობისას, თუნდაც იგივე გატანილი გოლის მომენტი რო ავიღოთ, ჭეშმარიტი გულშემატკივარი დააკვირდებოდა იმ პაუზას, რომელიც გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიამ დარტყმამდე, ვიდრე მამარდაშვილის კარში ბურთი აღმოჩნდებოდა. მოკლედ, კვარაცხელია იყო მოწოდების სიმაღლეზე, ძალიან მაგარი თამაში ჩაატარა და შესაბამისად პრაქტიკულად გაუნაღდა პარი სენ-ჟერმენს გასვლა მომდევნო ეტაპზე. ამავდროულად აუცილებლად უნდა ითქვას მამარდაშვილზე, რომელმაც ასევე ძალიან კარგი თამაში ჩაატარა, მიუხედავად იმისა, რომ ორი ბურთი მიიღო საკუთარ კარში, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ რომარა მამარდაშვილი ანგარიში გაცილებით უფრო დიდი იქნებოდა პარიზელთა სასარგებლოდ. მოკლედ, 2-0 ლუის ენრიკეს გუნდის სასარგებლოდ და პარიზელებმა ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგეს იმისათვის, რომ განაგრძონ სვლა ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ და შემდეგ უკვე ფინალში გამარჯვებისკენ. ასე რომ ყველას აბსოლუტურად, ვინც გუშინდელ თამაშს უყურა, მე ღრმად მწამს, რომ ორივე გუნდის ქართველი ფეხბურთელის მიმართ მხოლოდ პოზიტიური დამოკიდებულება გაუჩნდებოდა და ეს ასეც უნდა იყოს რეალურად მამარდაშვილმაც და კვარაცხელიამაც თავთავიანთ გუნდების შემადგენლობაში ძალიან მაღალი დონის შეხვედრა ჩაატარეს. ახლა გადმოვინაცვლოთ პარიზიდან უკვე თბილისში, საფრანგეთიდან საქართველოში და დავიწყოთ საუბარი იმის შესახებ, თუ როგორი აპრილი გველის და აპრილი გველის ძალიან მაგარი, ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დატვირთული. ჯერ ის რად ღირს, რომ სულ მალე 16-დან 19 აპრილის ჩათვლით თბილისი უმასპინძლებს კონტინენტის პირველობას ძიუდოში, რომელშიც ჩაერთვება, რაც მთავარია საქართველოს ყველა უმაღლესი რანგის და ყველა უძლიერესი ძიუდოისტი. თუმცა მთლიანობაში აუცილებლად უნდა ითქვას, რომ შემადგენლობა საქართველოში გასამართ ევროპირველობაზე ძიუდოში იქნება ძალიან ძლიერი, ძალიან ბევრი ოლიმპიური ჩემპიონი ჩამოვა, აღარაფერს ვამბობ მსოფლიო ჩემპიონებსა და კონტინენტის გამარჯვებულებზე, ასე რომ საოცარი სანახაობა გველის თბილისის სპორტის სასახლეში და ბუნებრივია საქართველოს ნაკრები სრულ მზადყოფნაშია მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის წინ. საკუთარ კედლებში გამოცდილება მაქვს გრანდსლემის ჭიდაობის და ძალიან დიდი мотиваცია და დიდი ძალის მომცემი არის ქართველი გულშემატკივრების გულშემატკივრობა თვითონ ჭიდაობის პროცესში. ასე რომ გაათმაგებული ძალებით შევუტევთ ევროპის ჩემპიონატს. საციხარულო ამბავია, რომ საქართველოში ტარდება უკვე მეორე ევროპის ჩემპიონატი და სრული შემადგენლობით შეხვდება საქართველოს ძიუდოს ნაკრები ამ ევროპის ჩემპიონატს. არასდროს არ ყოფილა
ეს შემადგენლობა 9 ბიჭი 9 გოგო და შევეხები ნაკრებში არის ძალიან კარგი სიტუაცია, ყველა მომზადეთ თავიდან ინდივიდუალურად ახლა ყველა ერთად მომზადებით და ჩემი აზრით ყველა ვართ ძალიან კარგ ფორმაში. მე როგორც პირველი დღის მონაწილე ვეცდები რომ გავახარო ჩვენი ქვეყანა, ჩემი თავი, ჩემი ოჯახი და გავიმარჯვო და ბიჭებსაც მივცე მოტივაცია. ჩემი ვარჯიში ყოველთვის მაქსიმალურია, ყოველთვის ვცდილობ რომ მაქსიმუმი ჩავდო ვარჯიშზე, რაც შეეხება შეჯიბრს, შევეცდები ჩემი მაქსიმუმი გამოვავლინო, არ მიყვარს წინასწარ-საუბანი, მაგრამ ვიმედოვნებ ყველაფერი კარგად იქნება და შევეცდები საქართველოში ქართველი გულშემატკივარი გავახარო. გუნდს რაც შეეხება პირველ რიგში კარგი შეკრებები გაიარა გუნდმა. მთლიანად ვფიქრობ რომ კარგად არიან ბიჭები მომზადებულები. მით უმეტეს საქართველოში ტარდება ევროპის ჩემპიონატი და ვფიქრობ რომ ბიჭები მაქსიმალურს გააკეთებენ რომ ყველა სინჯის მედალი თითქმის რაც იქნება რომ საქართველოში დავტოვოთ. რაც შეეხება მე მქონდა რაღაც პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მაგრამ მოვაგვარე ექიმებთან დახმარებით, ჩვენი ექიმებთან დახმარებით მადლობა მინდა გადაუხადო და შევეცდები მეც რომ მაყურებლის იმედი გავამართლო გულშემატკივრების და მწვრთნელების, რა თქმა უნდა. რა ვიცი, ვფიქრობ რომ კაი სანახაობა იქნება და იმედია მოვა გულშემატკივარი და უქომაგებს ქართულ ძიუდოს. აი ასეთია კომენტარები ქართველი ძიუდოისტების მოახლოებული ევროპირველობის წინ და თავისთავად ცხადია მოლოდინი ქართულ გულშემატკივრებში ძალიან დიდია გამომდინარე იქიდან რომ როგორც უკვე აღნიშნე სპორტის ამსახიობაში ჩვენ გვაქვს ამბიცია რომ ყველა წონაში ვიყოთ პირველები როგორც ვაჟებში ასევე გოგონებში. იცით რომ გოგონებში ყავს ისტორიული შედეგის დამფიქსირებელი ეთოლი პარტელიანი რომელიც პირველი ქალი ძიუდოისტი გახდა ვინც პლანეტის საუკეთესო წოდება მოიპოვა და რასაკვირველია მათთვის განსაკუთრებით დიდი დატვირთვა ექნება იმას რომ საკუთარ კედლებში უწევთ მათ გამოსვლა, საკუთარ კედლებში უწევთ მონაწილეობის მიღება ევროპირველობაზე და ბუნებრივია თითოეული მათგანი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის რომ წარმატებას მიაღწიოს და უკვე თბილისში გაახაროს თავისი გულშემატკივარი, ქართველი გულშემატკივარი, რომელიც კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ მუდმივად ელის ძიუდოისტებისგან უმაღლესი სინჯის მედლებს. 19-ში დასრულდება ევროპირველობა ძიუდოში და 19-შივე სტარტს აიღებს ევროპირველობა ძალოსნობაში, რომელსაც უმასპინძლებს ბათუმი. ორივე სპორტული ასპარეზობა არა მხოლოდ სპორტული თვალსაზრისით, არამედ სახელმწიფოებრივი კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან რომ ჩამოვა უამრავი სპორტსმენი, ჩამოვა უამრავი დელეგატი, ძალიან ბევრი სტუმარი და ალბათ ბევრი განსაკუთრებით ჩვენი პროფესიის წარმომადგენლები, ჟურნალისტებს გულისხმობ თბილისის ევროპირველობიდან გადაინაცვლებენ ბათუმში ყოველ შემთხვევაში ქართველი ჟურნალისტების გეგმა სწორედ ასეთია. მოკლედ ძიუდოზე ვისაუბრეთ, გადავინაცვლოთ როგორც უკვე ვთქვი ბათუმში, სადაც გაიმართება ასევე უაღრესად მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება მთლიანად ქვეყნისთვის და არა მხოლოდ ქართული სპორტული სამყაროსთვის, როგორც ძიუდოში, ასევე ძალოსნობაში. უაღრესად საინტერესო და ძლიერი შემადგენლობა გვესტუმრება და ბუნებრივია აქაც ქართველი ძალოსნები შეეცდებიან წარმატების მიღწევას საკუთარ კედლებში, საკუთარ ქვეყანაში და რატომაც არა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ჩვენ თაობათა ცვლა გვაქვს ძალოსნობის მიმართულებით, ჩვენ მაინც გვაქვს იმის ამბიცია, რომ მივახციოთ წარმატებას. ჩვენ გვყავს გიორგი ასაინძე, რომელიც წარმოუდგენელი გამოცდილების მატარებელია და შესაბამისად გვაქვს იმის იმედი, რომ ქართველები წარმატებას მიაღწევენ ძალოსნობის ევროპირველობაზე. და როგორც უკვე აღნიშნე, ეს არ არის მხოლოდ სპორტული ინტერესის და სპორტული მნიშვნელობის მატარებელი ღონისძიება, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ზოგადად სახელმწიფოებრივი კუთხითაც. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ძალოსნები ქართული სპორტსმენები საუკეთესოდ გაართვევენ თავს და ვიზეიმებთ არაერთ მედალს. ვცდებით რომ რამოდენიმე მედალზე გავიწიოთ, ეს იქნება როგორც ბიჭებში, ასევე გოგონებშიც გვაქვს გარკვეული შანსები. ნახოთ, შეჯიბრო ყველას გადაწყვეტს, თავარია რომ შეჯიბრების საორგანიზაციო კუთხით ყველაფერი კარგად მიდის. მოკლედ, აი ასეთი ვითარება აპრილი, როგორც უკვე ვთქვი, ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დატვირთული გველი სპორტული თვალსაზრისით და აუცილებლად თქვენთან ერთად უნდა ვიქონიო იმის იმედი, რომ როგორც ძიუდოში, ძალოსნობაშიც გვექნება უმაღლესი სინჯის მედლები. დღევანდელი ჩვენი აი ამ ბოლო დღეების მიმოხილვა
აუცილებლად მინდა დავასრულო მალტაზე მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებით წყალბურთში, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ასპარეზობს. დღეს ქართველმა წყალბურთელებმა შეძლეს სლოვენიელების დამარცხება, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გამომდინარე იქიდან, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში ჩვენ ვრჩებოდით მსოფლიო თასის მიღმა. ახლა კი გარანტირებული გვაქვს ადგილი 16 საუკეთესო ნაკრებს შორის და ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას მთავარი საგზურისთვის. ეს საგზური კი არის ავსტრალიაში გასამართი მსოფლიო თასის ფინალური ეტაპი. მოდით მივყვეთ ყველაფერს თანმიმდევრულად და ქრონოლოგიურად და დავიწყოთ იმით, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე ახლა უკვე მონაწილეობს აბსოლუტურად სხვა შემადგენლობით, სხვა სამსწრელო შტაბით, სხვა მოთამაშეებით და შესაბამისად გუნდი რეალურად არის შენების პროცესში მათთვის. ყველაფერი ახალი ფურცლიდან დაიწყო, ბერძენმა სპეციალისტმა დატოვა თანამდებობა საქართველოს ნაკრების მთავარი მსმენელის პოსტი და ეს ადგილი და ეს თანამდებობა ჩაიბარა ლეგენდარულმა ქართველმა წყალბურთელმა რევას ჩომახიძემ, რომლის ხელიც უკვე საქართველოს ნაკრებს დაეთხო იმ ამხანაგურ ტურნირზე, რომელიც მსოფლიო თასის დაწყებამდე გაიმართა სლოვაკეთში, სადაც საქართველოს ნაკრებმა შეძლო კანადის, ავსტრალიის და მასპინძელი სლოვაკეთის ნაკრების დამარცხება და გახდა ამ ტურნირის გამარჯვებული. შემდეგ კი გუნდი გამოემგზავრა მალტაზე. მალტაზე პირველი თამაში ჩვენ ვითამაშეთ თურქეთის ნაკრებთან და ძალიან დაძაბულ ორთაბრძოლაში დაუმარცხდით და აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ეს ის ნაკრებია, რომელსაც ჩვენ ვძლიეთ ევროპირველობაზე, სერბეთში ჩატარებულ ევროპირველობაზე, თუმცა მე გეტყვით ჩემ შეხედულებას რა დავინახე ამ მატჩში დავინახე ის, რომ თურქეთის ნაკრები და თურქეთის წყალბურთელები გაცილებით უფრო მოტივირებულები იყვნენ ამ დაპირისპირებაში, ვიდრე ქართველები და შესაბამისად მათ ეს გამარჯვება მოიპოვეს. თუმცა აქვე აუცილებლად მინდა ერთ მნიშვნელოვან დეტალს გავუსვა ხაზი, ეს არის მსაჯობა და თამაშის მიმდინარეობისას დაშვებული შეცდომები არა ჩვენ სასარგებლოდ, როგორც ყოველთვის ხდება ისე, რომ შეცდომებს უშვებენ მეტოქის სასარგებლოდ და ზარალდება საქართველოს ნაკრები, არა მხოლოდ წყალბურთში, არამედ სპორტის სხვა სახეობებში. რაც შეეხება საქართველოს-თურქეთის წყალბურთელთა ნაკრებების დაპირისპირებას და იქ მსაჯობას, მე გეტყვით, რომ თამაშის შემდეგ გაიმართა დელეგატთა შეკრება და ამ დელეგატთა შეკრებაზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ გერმანელი მსაჯისთვის 6 თვიანი მოდით დავარქვათ დისკვალიფიკაცია მიეცათ იმ გადაწყვეტილებების გამო, რამაც დააზარალა საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები და მოკლედ ეს მსაჯი 6 თვის განმავლობაში ვერ განსჯის მაღალი რანგის შეხვედრებს. თუმცა ჩვენთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ შედეგზე გავლენა არანაირად არ მოუხდენია აი ამ გადაწყვეტილებას. მეორე თამაში ჩავატარეთ ბრაზილიის ნაკრებთან, აქაც ძალიან დაძაბული ორთაბრძოლა იყო, პრაქტიკულად პირველი 2/4 ქართველმა წყალბურთელებმა ძალიან მაგრა ითამაშეს, თუმცა მესამე და მეოთხეში რატომღაც გუნდმა გაუშვა ინიციატივა ხელიდან, უპირატესობას დაეუფნენ ბრაზილიელები და შესაბამისად ძალიან სანერვიულო თამაში გამოდგა, თამაში რომელიც მივიდა პენალტების სერიამდე. თუმცა ვიდრე პენალტების სერიაზე ვიტყოდი, აუცილებლად მინდა გითხრათ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მესამე და მეოთხე პერიოდი საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ჩაატარა შედარებით დაბალ დონეზე. ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი იყო ღია აუზი, სადაც ჩვენმა წყალბურთელებმა ბრაზილიელებთან დაპირისპირება გამართეს და რატომ მინდა ამას ხაზი გაუსვა, ბრაზილიელებისგან განსხვავებით ჩვენ პრაქტიკულად არ მოგცემია საშუალება გვევარჯიშა და ჩაგვეტარებინა თამაშები ღია აუზზე, რაც კიდევ უფრო დამატებითი დატვირთვაა, ბუნებრივია ქართველი წყალბურთელები ამას შეჩვეულები არ იყვნენ და შესაბამისად ამიტომაც გაურთულდათ აი ამ მატჩის ბოლომდე წარმატებით დასრულება. იცით რომ პრედასრულებული თამაშის შემთხვევაში ქულები იკარგება და ქულები დავკარგეთ, თუმცა მთავარია რომ ბრაზილიასთან მაინც გამარჯვებით დავასრულეთ პენალტების სერიით ეს დაპირისპირება. ამ შეხვედრაში ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა ეს შეხვედრა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ირაკლი რაზმაძემ. აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ საბა მაჭავარიანისთვის იყო პირველი შეხვედრა მსოფლიო თასზე, ეს არ იყო მისთვის დებიუტი, მაგრამ იყო პირველი შეხვედრა და ამ რანგის ტურნირზე ეროვნული
გუნდის ღირსების დაცვა თავისთავად ცხადია თითოეული წყალბურთელისთვის და მით უმეტეს თითოეული სპორტსმენისთვის, რომელიც პირველ შეხვედრას ატარებს ეროვნულ ნაკრებში, ძალიან მნიშვნელოვანია. და დღევანდელი შეხვედრა სლოვენიის ნაკრებთან გამართული დაპირისპირება, რომელიც საქართველოს ნაკრების სრული უპირატესობით წარიმართა პირველი წუთიდან ბოლო წამამდე და ეს ანგარიშზეც აისახა 24-ით 7 მოიგეს ქართველმა წყალბურთელებმა, ბუნებრივია ამ გამარჯვებამ კიდევ უფრო მეტი სტიმული და ოპტიმიზმი მოუტანა ჩვენს გუნდს. ჯერ კიდევ ჩვენ არ ვიცით ვის დაუპირისპირდებით და ვინ იქნება ჩვენი მომდევნო მეტოქე, თუმცა მიზანი მიღწეულია და ეს მიზანი არის ის, რომ ჩვენ მოვხდით 16 საუკეთესო გუნდში და შესაბამისად ამ სიხარულს მატჩის შემდგომ არ მალავდნენ არც წყალბურთელები და არც ნაკრების მთავარი მწვრთნელი რევაზ ჩომახიძე. უდავოდ ეს უკეთესი თამაში იყო ვიდრე წინა ორი. ჩვენ ველოდებით მაგას, რომ ტურნირის სრულობისას იქნება გაუმჯობესება სხვადასხვა ნაწილი ჩვენი თამაშის, განსაკუთრებით დაცვაში, რა თქმა უნდა. რო შევაჯამოთ, რა თქმა უნდა, ეს მიღწევა არის ჩვენთვის, რომ ჩვენ გავედით ქვეჯ ჯგუფიდან. მინიმუმი ამოცანები შესრულებულია და გამეორდები ვფიქრობთ, რომ ტურნირის სრულობისას უკეთესად უნდა ვითამაშოთ. ჯერ არ ვიცით მეტოქე ვინ იქნება, ყველაფერი დამოკიდებული არის საბოლოოდ როგორ განაწილდებიან გუნდები, რომელ ადგილებს დაიკავებენ და ამის შემდეგ უკვე გვეცოდინება ჩვენი შემდგომი მეტოქე, რომლისთვისაც უკვე შესაბამისად მომზადებით და ვეცდებით, რომ მაქსიმალურად კარგი თამაში ვაჩვენოთ. ფიქრობ, რადგან ეხა უკვე გადადის ტურნირი გადამწყვეტ ეტაპზე, უკვე აღარ იქნება მსგავსი მარტივი თამაშები როგორც დღეს იყო და უფრო უნდა მოვიდომოთ და ვფიქრობ აი შედეგს ვაჩვენებთ. დღევანდელი გამარჯვება თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო დომინანტური გამარჯვება, რადგან დიდი ანგარიშის ხვაობით მოუგეთ სლოვენიის ნაკრებს. ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან წინა ორი თამაში შედარებით დაძაბული იყო და ამ შუა ტურნირის პერიოდში შესაბამისად უფრო გავიხსენით და უფრო ვიგრძენით თამაში და იმედი მაქვს, რომ ეს გახსნა, ეს გადავა შემდეგ თამაშებზე და გადაყვება სამომავლო პლეი-ოფში. მოკლედ, აი ასეთი ვითარებაა საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებში. მადლობა, რომ იყავით ჩვენთან ერთად. მე უნდა დაგემშვიდობოთ. მე ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო ვიდეო გამოვიდა და დავასრულებ თქვენთან საუბარს იმით, რითიც დავიწყე ძალიან მალე ჩვენი პლატფორმები აბსოლუტურად ახალი სცენარით, ახალი ვერსიით და ახალი მოცემულობით შემოგთავაზებთ ვიდეოებს. მე ვფიქრობ, ღირს პლატფორმების დვალიშულთან გამოწერა ნამდვილად არ ინანებთ. მადლობა კიდევ ერთხელ, რომ იყავით ჩვენთან ერთად და გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე.